მოგესალმებით, მეგობრებო, ინტეგრას პოდკასტიდან მორიგჯერ. მე გახლავართ ნიაძერია, კლინიკური ფსიქოლოგი, ინტეგრას ფსიქოთერაპევტი და დღეს ისევ ძალიან საინტერესო სტუმრით დაგიბრუნდით. თინათინ ბანძალაძე გვეწვია დღეს, ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი და დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელზეც წეგან რომ საუბრობდით, როგორც თქვენ თავადაც აღნიშნეთ, ცოტას ვლაპარაკობთ და თუ ვლაპარაკობთ ძირითადად სრდასრულთა კონტექსტში და ჩვენ დღეს მოზარდებზე გვსურს რომ აქცენტი გავაკეთოთ და უნდა ვისაუბროთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაში, რაც მე მგონი არ ვიქნები მცდარი თუ ვიტყვი, რომ რეალურად არსებული პრობლემაა და საკმაოდ მწვავეც დღეს ჩვენ საზოგადოებაში. თუმცა, როგორც ყოველთვის, აქაც როგორც ყველაფერი მოითხოვს ხოლმე, პირველ რიგში ალბათ დეფინიციით დავიწყოთ, განვსაზღვროთ, რას გულისხმობთ ზუსტად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაში და მე მივყვეთ ნელ-ნელა ამ საკითხს. მადლობა პირველ რიგში კიდევ რომ გვეწვიეთ ჩვენთან. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის ამ საკითხის გარშემო საუბრის. კი, ნამდვილად მეც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი საკითხია და არა მხოლოდ მე. განსაკუთრებით მოზარდებზე აქცენტირებით, რომ ვისაუბროთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაზე. დასაწყისათვის გეთანხმებით, რომ განმარტოთ, რას ნიშნავს. საერთოდ დავიწყოთ რა არის აზარტული თამაშები. და მე განმარტოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ყოველთვის არ გულისხმობს ეს ქცევა ცხადია აზარტულ თამაშებში ჩართულობა დამოკიდებულების არსებობას და მანამდე მდგომარეობებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. აზარტულ თამაშებს სტანდარტულად განმარტავთ, რომ ეს არის თამაში ან ნებისმიერ ტიპის აქტივობა, როდესაც ინდივიდი რისკავს რაიმე ფასეულს, ეს აუცილებლად ფული შეიძლება არ იყოს, რაიმე ღირებულს მოგების სანაცვლოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ რისკს ზურგს არ უმაგრებს არანაირი პროგნოზირებადობა და კონტროლირებადობა შედეგისა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თამაში არის ძალიან მრავალგვარი თამაშს ვიცნობთ, ზოგადად ცხოვრებაში, სპორტული თამაშები, გასართობი თამაშები, განმავითარებელი თამაშები და ასე შემდეგ. მაგრამ ამ თამაშის სპეციფიკა არის ის, რომ პირველ რიგში აქ ხდება მოთამაშის მხრიდან რაიმე ღირებულის გარისკვა. და შედეგი არ ეფუძნება ძალისხმევას, გონებით გათვლას, ინტელექტუალურ მოღვაწეობას პიროვნების და ეს არის აბსოლუტურად შემთხვევითი, რის გამოც მოთამაშის მცდარი რწმენის მიუხედავად შედეგი არ ექვემდებარება მისი მხრიდან კონტროლსა და შესაბამისად პროგნოზს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი ამ ტიპის თამაშებისა, რომელიც მომავალში დამოკიდებულების რისკის საფუძველი შეიძლება გახდეს. ის რომ შედეგი არის არაპროგნოზირებადი და არაკონტროლირებადი. ეს მრავალგვარი ფორმით შეიძლება განხორციელდეს, მოგეხსენებათ, რომ არსებობს კარტი, თან კამათლი, თან სპორტული ფსონები, ეგრეთ წოდებული, შეიძლება იყოს ონლაინ ან ოფლაინ, ეგრეთ წოდებული ხელზე თამაში, ძალიან მრავალფეროვანია ფორმები აზარტული თამაშებისა. ყველაზე პოპულარული ალბათ რაც გვსმენი არის სლოტებით თამაში, ონლაინ კაზინოებში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, თუმცა ბევრად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ჩამონათვალი. რაც შეეხება თავად ქცევის კონტექსტს, პირველ რიგში მოდი აღვნიშნოთ, რომ აზარტული თამაშები ისევე როგორც ვთქვათ, დამოკიდებულების კონტექსტში, როგორც განვიხილავთ, ხო არსებობს რეკრეაციული ტიპის ქცევა, პრობლემური ტიპის ქცევა და მე უკვე ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე და ძალიან მოკლედ მოდი ვთქვათ განსხვავება მათ შორის. ჯერ ერთი აზარტული თამაშების ისტორია ძალიან ფართოდ შორს მიდის წარსულში, სადღაც მე-18 საუკუნეში ევროპაში გაჩნდა პირველად ასეთი დაწესებულებები. ბევრ კულტურაში მას აქვს ესეთი რეკრეაციული დანიშნულება და ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი პრინციპში, რომელიც ჩართულია ამ ტიპის აქტივობაში, ამით არ განიცდის დისტრესს და ფსიქიკურ გაუარესებას და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ თამაში არის იშვიათი. თუ ის ხორციელდება მხოლოდ კონკრეტულ სოციალურ კონტექსტში და პრიორიტეტული ამოცანა არის გართობა, თუ ამ თამაშის დაწყებისას მოთამაშეს გაცნობიერებული აქვს დანაკარგის ალბათობა და ამ დანაკარგს პროცესის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, არ ახლავს ამ თამაშს მნიშვნელოვანი დისტრესი და ფსიქიკური ფუნქციონირების გაუარესება, მას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რეკრეაციული ტიპის თამაში. მაშინ როცა ქცევა უფრო ხშირდება, იზრდება მათ შორის მოცულობა იმ ღირებულებისა, რასაც რისკავს, ეს იქნება თანხა თუ სხვა რამ მოთამაშე.
როდესაც უკვე თამაშის საფუძველი ხდება ფსიქოლოგიური კომპონენტი, არასოციალური გარემო და კონტექსტი, რომელიც გართობის დატვირთვა აქვს, არამედ კომპონენტი ხდება ფსიქოლოგიური, მაგალითად, გუნება განწყობილების გაუარესების, მოწყენილობისა და ბრაზისაგან ყურადღების გადატანა და კიდევ სხვა ფაქტორები, რომელზეც ალბათ მერე ვისაუბრებთ, ანუ ფსიქიკური საფუძველი როცა ჩნდება, და როდესაც ჩნდება გარკვეული კოგნიტური დამახინჯებები, ეგრეთ წოდებული ცრურწმენები მათ შორის, ცრურწმენები თამაშის შედეგების ამოცნობასთან დაკავშირებით, თამაშის შედეგების გაკონტროლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, როდესაც ჩნდება ჩვენ ხშირად ვიყენებთ ამ ტერმინს პრეოკუპაცია, ანუ მუდმივი ფიქრი თამაშზე, ან წარსულ თამაშზე, ან მომავალი თამაშის დაგეგმვაზე, ან იმ თანხის მოძიებაზე, რომელთაც მოთამაშე ფიქრობს, რომ ითამაშებს, როდესაც ქცევაშიც ჩნდება გარკვეული ცვლილებები, მაგალითად ჩნდება ტყუილი თამაშის ჩართულობის მასშტაბთან დაკავშირებით და თუ მოზარდებზე ვისაუბრებთ, იცვლება მისი სოციალური და აკადემიური ქცევა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ უკვე პრობლემურ აზარტულ თამაშებზე. და როდესაც ეს კრიტერიუმები რაც ჩამოვთვალეთ, კიდევ უფრო მეტად ინტენსიური ხდება და ამას ემატება ძალიან მნიშვნელოვანი თვითკონტროლთან, თამაშის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მზარდია ინტენსივობა და სიხშირე თამაშის, შეწყვეტის მცდელობის მიუხედავად მოთამაშე ვერ ახერხებს ამ ქცევის გაკონტროლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ სკოლის კონტექსტზე რო ვილაპარაკებთ, რომ ეს არ არის თუ ეს დამოკიდებულების ნიშნებს ატარებს, ეს არ არის ურჩი ქცევა, ან ეს არ არის დაუმორჩილებლობა. ჩვენ ამ შემთხვევაში, როცა დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ ქცევის გაკონტროლების პრობლემაზე, მცდელობის მიუხედავად, დაპირების მიუხედავად, დადებული პირობის და შეთანხმების მიუხედავად. როდესაც ამას ემატება ის, რომ თამაშის შეწყვეტასთან ან მის გაკონტროლებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ მცდელობას მოსდევს მნიშვნელოვანი გუნება განწყობილების გაუარესება, ბრაზის ან სევდის ან თვითდამადანაშაულებელი აზრების სახით. ამას ემატება, როგორც უკვე აღნიშნეთ, პრეოკუპაცია, მუდმივი ფიქრი თამაშზე, მის დაგეგმვაზე, როდესაც მთელი დღის რუტინა აწყობილია აი ამ ქცევის მომზადების, განხორციელების და მის შედეგებთან გამკლავების პროცესზე. ასეთ შემთხვევაში და ბუნებრივია, როგორც ყველა ტიპის ფსიქიკური დარღვევის შემთხვევაში, ეს აუარესებს სოციალურ ფუნქციონირებას. მეგობრებთან ურთიერთობას, მშობლებთან ურთიერთობას, აზარტული თამაშების შემთხვევაში ამას ხშირად აუარესებს ტყუილი, რომელიც ამ პრობლემის თანმდევი არ გახლავთ. ტყუილი თამაში ჩართულობის, მისი სიხშირის, ინტენსივობის, წაგებული ფულის, დადებული ვალების, მასშტაბის შესახებ, ამასთან ასოცირებული ურთიერთობათა გაუარესება და ბუნებრივია აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობის ხარისხიც, ეს ყველაფერი შეიძლება უკვე და ეს ვლინდება 12 თვის განმავლობაში. შეგვიძლია ამ შემთხვევაში უკვე ვილაპარაკოთ დამოკიდებულებაზე. გასაგებია. და ჩვენს შემთხვევაში რაღაც ერთ მინდა რომ თან ქართულ კულტურულ კონტექსტზე გავაკეთოთ აქცენტი. თუ შეგვიძლია ვისაუბროთ, მე ვიცი რომ საკმაოდ შეზღუდული ვართ რაღაცა სამეცნიერო საფუძვლით რომ ვისაუბროთ ამაზე, კვლევებს გულისხმობ ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში დღეს რა მდგომარეობაა მიმართულებით კონკრეტულად მოზარდებში. იმიტომ რომ ახლა რომ გისმენდით ერთ-ერთია ის, რაც ახსენეთ, მე ვფიქრობ, ალბათ ფსიქოთერაპევტის პოზიციიდან ყველაზე უფრო მეტად ეგ მომხვდა გულზე, შეიძლება ასე ითქვას, რომ ეს არ არის ურჩი ქცევაო მოზარდის მხრიდან და ჩვენ სამწუხაროდ მე ასე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში გვახასიათებს ეს რაღაც მოთხოვნები, როცა არ გვესმის, რომ მოზარდ შეიძლება გარკვეული პრობლემა ჰქონდეს და უბრალოდ უნარია ამ შემთხვევაში უკვე დაქვეითებული და მას აღარ შეუძლია მის კონტროლი და ამ დროს ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ მისი კარგად არ გვესმის და არ ვიცით მოვითხოვთ რაღაცებს და მე ვაწებებთ ამ იარლიყებს, რომ როგორი ურჩია, როგორი პრობლემურია და რეალურად უფრო მეტად ვუწყობთ გამწვავებას ხელს ამ პრობლემისა ჩვენივე ამ დამოკიდებულებით. და ეს მაინტერესებს დღეს ჩვენთან რამდენად შეგვიძლია ქართულ კულტურაზე ვილაპარაკოთ, კულტურულ კონტექსტში და ნელ-ნელა იმაზეც ვისაუბროთ უკვე საიდან იწყება ეს, რატომ ემართება, აი ხშირად გამიგია ეს შეკითხვა, რატო დაემართა ამას და არ დაემართა იმას, აი ეს შეკითხვა და როგორ იწყება საერთოდ ეს პრობლემა დამოკიდებულების. კი ბატონო, დავიწყებ, მოდი ამ მასშტაბის შესახებ რა წარმოდგენა გვაქვს, ხო? ზოგადად მოზარდთა პრობლემური ქცევის შესახებ
ეს ეხება იგივე ვთქვათ კანონთან კონფლიქტურ ქცევას, ეხება ნივთიერებათა მოხმარებას თუ აზარტულ თამაშებში ჩართულობას. ჩვენ გვაქვს ჩართული ვართ ასეთ ევროპულ სასკოლო გამოკითხვაში, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში ტარდება და მათ შორის საქართველოში და ბოლო შედეგები გამოქვეყნებული, რაც გვაქვს ამ კვლევისა, ამ შედეგების მიხედვით, ამ კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველ მოზარდთა 12% ავლენდა პრობლემური აზარტული თამაშებისთვის დამახასიათებელ სიხშირესა და ინტენსივობას. და ეს 12% ბევრია თუ ცოტა ამის გასაგებად, აუცილებლად გვერდზე მოვიხმოთ ის, რომ ევროპული საშუალო მაჩვენებელი მაგალითად არის 5%. ანუ იგივე ქცევის, იგივე ინსტრუმენტებით გაზომილი, იგივე ინდიკატორებით შეფასებული ქცევა. ამ შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ჩვენ შემთხვევაში ეს იყო 12% პრობლემური მაჩვენებელი ქცევისა პრობლემური აზარტული თამაშების, თქო შედარების არის 5% საშუალო ევროპული მაჩვენებელი. ცოტა უფრო ახალი კვლევის შედეგები UNICEF-ის მხარდაჭერით კვლევით კომპანია ANOVA-ს მიერ არის ჩატარებული, ეს ანგარიში ღია, მე ხშირად ვეცნობი ამ ანგარიშს, იმიტომ რომ როგორც თქვით, არ გვაქვს ბევრი ასეთი ხელმისაწვდომი კვლევა. მაგალითად ამ ანგარიში ბევრი საინტერესო მიგნება იყო და მათ შორის ერთ-ერთი მასშტაბთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება გახლავთ ის, რომ გამოკითხული მოზარდების, იქ 14-დან 17 წლამდე ბავშვები არიან, მოზარდები არიან გამოკითხული, 61% ამბობს, რომ იცნობს ადამიანს, რომელიც ჩართული აზარტულ თამაშებში, ანუ ქსელზე რომ შეგვექმნას წარმოდგენა და მასშტაბზე. ამავდროულად 50%-ზე მეტი, თუ არ ვცდები 54 თუ 53% ამბობს, რომ მას უყურებია, უნახავს როგორ თამაშობს სხვა. ეს ქსელზე რო შეგვექმნას წარმოდგენა. და ამავე კვლევის მიხედვით 13% მოზარდების, აი 12% იყო პრაქტიკულად იგივე მასშტაბზე ლაპარაკობთ, აღნიშნავს, რომ ის ჩართულია კვირის განმავლობაში რამდენჯერმე აზარტულ თამაშებში. ბუნებრივია ამ ბავშვებს აქვთ ამ კვლევის ფარგლებში კარგად რო წარმოვიდგინოთ, ბავშვებმა იციან რა არის აზარტული თამაშები, ან განემარტებათ რა არის აზარტული თამაშები, ანუ იციან რაზე პასუხობენ. ეს მასშტაბი არის მნიშვნელოვანი მასშტაბი და ამის გათვალისწინებით თუ კიდევ გვერდით ასეთ მონაცემებს მოვიხმობთ, რომ ბავშვების 80%-მა არ იცის, რომ ამ ქცევას აქვს მნიშვნელოვანი გაუარესების პოტენციალი, რომ შეიძლება არსებობდეს აზარტულ თამაშებს დამოკიდებულება, ასეთი ფენომენი, რომ ეს არ არის მხოლოდ გართობა ან ფულის შოვნის საშუალება, ან ამ შემდეგ, არამედ ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გამოხატულებაც ან ინდიკატორიც ან დასაწყისი. 80%-მა ამის შესახებ არ იცის. ასევე ძალიან დაბალია ცნობიერება თავად მშობლებში და სკოლის პედაგოგებშიც. ახლა ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ თქვენ რო რისკ ფაქტორებზე მკითხეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ცნობიერების დაბალი ხარისხი ზოგადად საზოგადოებაში, მაგრამ რისკ ფაქტორებზე საუბრისას ალბათ ჯობია მაინც გამოვყოთ რაღაც სხვადასხვა დონის რისკ ფაქტორები. საწყისებზე რო ვილაპარაკეთ, მოდით ასაკით დავიწყოთ, ხო? ზოგადად გლობალური კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით გვიჩვენებს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა უმრავლესობა თამაშს იწყებს მოზარდობაში ან ადრეულ მოწიფულობაში, თუმცა მცირე რაოდენობა ადამიანებს შეიძლება შუახნის ასაკშიც გახდეს აზარტულ თამაშებს დამოკიდებული, თუმცა ბევრად დიდია მათი წილი, ვინც მოზარდობაში ან ადრეულ მოწიფულობაში იწყებს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ალბათ დავასახელოთ ასაკთან დაკავშირებით რისკ ფაქტორი და მოზარდობის ასაკში არა მარტო აზარტულ თამაშებს დამოკიდებულების, არამედ სხვადასხვა მიმართულებით ფსიქოსოციალური განვითარების პრობლემების ალბათობა იზრდება და ეს დაკავშირებულია ბუნებრივია ამ ასაკისთვის დამახასიათებელ რისკისადმი ღიაობასთან, იმასთან, რომ მოზარდები არიან ბევრად უფრო იმპულსური და აქვთ თვითკონტროლის ან რასაც ჩვენ ვთქვით აზროვნებით კონტროლის, კოგნიტური კონტროლის შედარებით სუსტად განვითარებული უნარები. ჯილდოს მიმართ მოწყობილობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აზარტულ თამაშებთან მიმართებით არის, ხო, ჩვენ ვიცით, რომ მოზარდები ჯილდოს პოტენციალს ბევრად მნიშვნელოვნად აფასებენ, ვიდრე რისკის. ან მათთვის თუ არსებობს ორი ალბათობა, რომ დაჯილდოვდეს ან რაიმე დანაკარგი ქონდეს, ჯილდოს კენ-თვალი უფრო მეტად უჭირავთ ეს ასაკობრივ განვითარების თავისებურება. ეს მდგომარეობა ასევე გლობალური კვლევები გვეუბნება, რომ კავშირშია სქესთან, ანუ მნიშვნელოვანი სქესთან მიბმული პატერნი აქვს ამ ქცევას.
გლობალურად ბიჭები უფრო ხშირად არიან ჩართული პრობლემურ აზარტულ თამაშებში ან ავლენენ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ნიშნებს ვიდრე გოგონები, მაგრამ ძალიან საინტერესო არის ის, რომ სწრაფი პროგრესის ალბათობა გოგონებში უფრო მაღალია. ანუ პირველი თამაშიდან დამოკიდებულების ფორმირებამდე განვლილი გზა და ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა გოგონების შემთხვევაში ვიდრე ბიჭების შემთხვევაში. აქვე კიდევ ძალიან საინტერესოა ის, რომ საფუძვლებშიც განსხვავდება, საფუძვლებთან მიმართებითაც სქესის პატერნი იკვეთება. მაგალითად, თუ ბიჭების შემთხვევაში წამყვანი мотиваციური ფაქტორი არის გართობა ან სასიამოვნო დროის გატარება ან სარგებლის მიღება, გოგონების შემთხვევაში წამყვანი мотиваციური ფაქტორი არის ავერსიული მდგომარეობებისაგან თავის დაღწევა. ეს არის მოწყენილობა, ან ბრაზი, ან შფოთვა, ან ასე შემდეგ. და ასევე ზოგადი სტატისტიკაც გვეუბნება იმას, რომ ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ გოგონებში უფრო სწრაფია პროგრესი ვიდრე ბიჭებში, კურნალობის მიმართვიანობის თვალსაზრისით უფრო ხშირია გოგონების მხრიდან მიმართვიანობა ვიდრე ბიჭების შემთხვევაში, თუმცა ზოგადად ძალიან დაბალია ფსიქოსოციალური მხარდაჭერის კურნალობის მიმართვიანობა გლობალურად პოპულაციის ყველა შრეში, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდებში და განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭებში. ხო, ნუ რისკ ფაქტორების ნაწილში ხა რაღაც პატარა დემოგრაფიული პროფილი გავაკეთეთ ჩვენ, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა ოჯახთან დაკავშირებული ფაქტორები. ოჯახთან დაკავშირებულ ფაქტორებში წამყვანი მნიშვნელობა აქვს ოჯახში ცნობიერების დაბალ დონეს და ამ ქცევის პრობლემურად შეფასების ან არ შეფასების ალბათობას. ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ ჩვენთან არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, იმიტომ რომ ეს ქცევა აზარტულ თამაშებს დამოკიდებულება განიხილება დიდების პრობლემად. ამის გათვალისწინებით, ხო, ამავდროულად მოდი აღვნიშნოთ ის, რომ თანამედროვე რეალობაში აზარტული თამაშები ძირითადად სოციალური ქსელის გავლით ხორციელდება, ონლაინ ხორციელდება. მოზარდები ისედაც ხშირად გადაჭარბებული სიხშირით შეიძლება მოიხმარდნენ ტელეფონს, ამიტომ მშობლისთვის, ოჯახისთვის შეიძლება რთულად იდენტიფიცირებადი იყოს, ან დაშვების დონეზეც შეიძლება ნაკლებად წარმოიდგინონ, რომ ამ გადაჭარბებულ სოციალურ ქსელთან მიბმულობის უკან შეიძლება ითქეს აზარტული თამაშები. ან იმის გამო, რომ ეს დიდების პრობლემა დაღიქმება და იმის გამო, რომ სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება, ინტერნეტზე დამოკიდებულება ისედაც პრობლემა. მიღებულია აბსოლუტურად და ხო, არ არის გამოხვილებული ყურადღება როგორც პრობლემაზე. კი ბატონო. ხო, ოჯახთან დაკავშირებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერების დაბალ დონეზე რო ვსაუბრობთ, არსებობს ქცევები, რომელთა ინდიკატორებს რაღაცა ინტუიტურია და არ ჭირდება ამას ძალიან მაღალი ფსიქოგანათლება, ისედაც შეიძლება მშობელი თავად მიხვდეს, რომ პრობლემის წინაშე დგას. მაგრამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ქცევის ინდიკატორები შედარებით უფრო ძნელად დაკავშირებადია ქცევის პრობლემურობასთან. მაგალითად, ასეთი ინდიკატორი შეიძლება იყოს გუნება განწყობილების ცვლილება, ხო, ზოგადი ინდიკატორია და არ ვიცით რა შეიძლება მივაწეროთ. შედარებით უფრო სპეციფიკური ინდიკატორი არის, როდესაც ჩნდება ფულთან დაკავშირებული პრობლემები. მაგალითად, ქრება ის ფული, რომელიც ჩვეულებრივ ყოველდღიურად ბავშვს აქვს და გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა ჰქონდეს, ეს ფული გაუჩინარდება და ახსნა ამასთან დაკავშირებით არ არის დამაჯერებელი, ან პირიქით ჩნდება გარკვეული ფასეული ნივთები ბავშვის ხელში, ან თანხა ყოველდღიური მოხმარებისთვის, რომლის წარმომავლობაც ოჯახმა არ იცის, მშობლისგან არ არის. ასევე იმის გამო, რომ მოზარდებში წამყვან მოტივატორებზე მე ერთ-ორ სიტყვას კიდევ ვიტყვი, ეს ხშირად თანატოლებთან შეჭიდული ჯგუფთან შეჭიდული ქცევა, შეიძლება მოხდეს სამეგობრო წრის სწრაფად შეცვლა, ან ჩანაცვლება ერთი სამეგობრო წრისა, რომელთაცაც შეიძლება მშობლებელი იცნობს, იცის ამ ბავშვების შესახებ, იცის მათი ოჯახები, ურთიერთობათა პატერნი, შეიძლება უცებ შეიცვალოს სხვა სამეგობრო წრით, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ სამეგობრო წრეს და მოზარდს აკავშირებთ ინტერესი აზარტული თამაშების შესახებ.
ამ ინდიკატორების პირდაპირ დაკავშირება აზარტულ თამაშებთან ძალიან რთულია, მაგრამ თუ ჩვენ ცნობიერებაზე ვიმუშავებთ და ეს პრობლემაც მოინიშნება როგორც მოზარდობის ასაკთან დაკავშირებული ასევე ერთ-ერთი გამოწვევა, შეიძლება უფრო ფრთხილი ვიყოთ, რომ მაგალითად ბავშვს რომ გაუჩნდა უცაბედად ვალი, ან ჩვენ შევიტყეთ რომ მას აქვს ვიღაცის ვალი, რომლის შესახებაც რაღაც მოლოდინი არ გვაქვს, რომ ეს შეიძლება ჰქონოდა. მშობელთა აზრები ძირითადად მიდის იმის მიმართულებით, რომ ხომ არ იქურდა, ან ხომ არ მოიპარა, ან ამ შემდეგ შეიძლება ამ პოტენციურ ჰიპოთეზებში ესეც მოვიაზროთ და ამისთვის მნიშვნელოვანია ცნობიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა. და ოჯახის ერთ-ერთ ფაქტორად ასევე სახელდება, ცხადია თავად მოდელირება ოჯახში ამ ქცევისა, როცა შეიძლება ოჯახში აღნიშნული ქცევა არ იქნას აღქმული მნიშვნელოვან პრობლემად, განსაკუთრებით სხვა პრობლემებთან მიმართებით. მაგალითად, ნივთიერებაზე დამოკიდებულება, კრიმინალური აქტივობა შეიძლება იქნას შერაცხული როგორც პრობლემა და მათ ფონზე აზარტულ თამაშებში ჩართულობა შეიძლება მისი ასე რომ ვთქვათ, ნაკლები პრობლემა იყოს თითქოს. კი ბატონო. და ხშირად როცა მაგალითად როცა მშობლები თავად შეიძლება იყვნენ ქცევის მოდელები, ამაზე პრინციპში უკვე აღვნიშნეთ, ან თავად იყვნენ ჩართული აზარტულ თამაშებში და როგორია რწმენები ოჯახში ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის შექებული იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანი უბრალოდ ერთობა. ან რაც უფრო ხშირად მოიგებ, ესე იგი უფრო ინტელექტუალური ტიპი ხარ და უფრო კარგად გამოიცნობ შედეგებს. ან მაგალითად რომ ეს შეიძლება იყოს მარტივი ფულის შოვნის საშუალება და სტაბილური შემოსავლისაც. ამგვარი დამოკიდებულებები ბუნებრივია ხელს უწყობს მოზარდის მხრიდანაც ამ ქცევის როგორც ნორმალური ქცევის აღქმას. და არის ხოლმე ზოგჯერ როცა მშობლები შეიძლება ადრეული ბავშვობიდან ბავშვს წაახალისებდნენ ისეთ თამაშებში ჩართულობისაკენ, რომელში გამარჯვებაც, ან რომელში რაღაც შედეგის დადგომაც ძალისხმევასთან კი არ არის დაკავშირებული, რამდენი ძალისხმევა ჩადო მოზარდმა, არამედ გამართლებასთან არის დაკავშირებული. თუ რაღაც ამ ტიპის თამაშების მიმართ თავიდანვე ბავშვს აქვს გარკვეული ხელშეწყობა ან წახალისება, მიიჩნევა, რომ ესეც შეიძლება მე იმ კოგნიტურ დამახინჯებების, რაც მოგვიანებით დამოკიდებულებას ახლავს თან, ამის საფუძველი გახდეს. და რა განამტკიცებს? აი რა ამწვავებს მდგომარეობას, იმიტომ რომ მოზარდი ყველა ყოფილ ვართ და ეს რაღაც ფსიქიკური გამოვლინებები ყველას გამოგვივლია, თუნდაც ის რომ რაღაც ჯილდოზე ორიენტირებული რისკის მიმართ მოწყვლადობა რაღაც უფრო მაღალია და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობენ ბავშვები, რომლებიც უფრო მეტად არიან ჩართული ამ ყველაფერში და მე უფრო მეტად სწრაფად ხდება ამის განმტკიცება. ერთი ახლა რაზეც ვისაუბრეთ, რომ მაგალითად ოჯახის მხრიდან არის წახალისებული მსგავსი ტიპის აქტივობები და ასე შემდეგ, მაგრამ დამოკიდებულებამდე როცა მიდის და ეს უკვე შედეგი არის იმდენად მძიმე, უკვე მე თერაპიული თვალსაზრისითაც ეს იმდენად დიდ ძალისხმევას და იმდენად კომპლექსურ ინტერვენციას საჭიროებს, რომ აქედან მოზარდობის ასაკშივე გამოვიდეს, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ეს დასრულობის ასაკში გადადის და საკმაოდ ხანგრძლივი სახე აქვს და ცხოვრების ხარისხი დღითიდღე უფრო და უფრო იკლებს პრინციპში ამ პრობლემასთან ერთად. და რა უწყობს ხელს კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ამ ქცევისა, რომელიც იწყება მოზარდობაში. ხო, მოდი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავ, რომ აი ესეთი ემპირიული მოდელი, რომელიც ამ ქცევასთან დაკავშირებით არსებობს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გატესტილი ან მტკიცებულებებს დაფუძნებული მოდელი, პირველ რიგში ასეთ რამეს გვეუბნება, რომ პრობლემური აზარტული თამაშები ან აზარტულ თამაშებს დამოკიდებულება არ არის რაღაც ერთგვაროვანი ქცევა, ანუ ადამიანები, რომლებიც ამ ქცევაში არიან ჩართულნი, არიან დამოკიდებულნი, ერთგვაროვანი ჯგუფი არ არის და ამ მოდელის მიხედვით რაღაც სამი ტრაექტორია გამოიყოფა, სამი კლასტერი შეიძლება დავარქვათ აზარტულ თამაშებს დამოკიდებულების. ერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფი, ანუ ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ეს არის ქცევითი
განმტკიცების საფუძველზე ჩამოყალიბებული პრობლემური ქცევა. ამ შემთხვევაში რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი ფსიქიკური მოწყვლადობის ფაქტორები, როგორიც არის მაგალითად რაღაც ინტერნალიზებული ქცევითი სირთულეების შფოთვა, ან დეპრესია, ან ბავშვობის ტრაუმა, ან ესეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები ოჯახში არ გვხვდება სხვათა შორის. ამ ყველაზე დიდ ჯგუფში წამყვან, ანუ გამშვებ ფაქტორად განიხილება სამეგობრო წრე და სამეგობრო წრეში აზარტული თამაშების გამოცდილება. სხვათა შორის ამ გამშვებ ფაქტორთან დაკავშირებულ წარმოდგენას ადასტურებს ის კვლევა, რომელზეც მე აღვნიშნე, იმიტომ რომ საქართველოშიც მოზარდების უმრავლესობა, აბსოლუტური 90% დაახლოებით, ვისაც ქონია გამოცდილება აზარტული თამაშების, ამბობს, რომ მარტო არ დაუწყია თამაში, ანუ თავად თვითინიცირებული ეს არ ყოფილა. ეს იყო მეტწილად სამეგობრო წრეში, ან ოჯახის წევრის მიერ, ოჯახის წევრთან ერთად. ხო, ამიტომაც, როცა რაღაცა გამშვებ ფაქტორზე ვლაპარაკობთ, პირველი აი ყველაზე დიდ ჯგუფში რაღაცა საფუძვლად მდებარე ღრმა ფსიქიკური რისკ ფაქტორები არ გვხვდება და ეს არის ძირითადად სოციალური გავლენის და მოზარდობის ასაკში ჩვენ ვიცით, რომ ისედაც მოწყვლადია ბავშვი თანატოლთა გავლენის მიმართ, სოციალური გავლენის საფუძველზე წამოწყებული ქცევა, რომელსაც რა თქმა უნდა განამტკიცებს მოგება. ანუ იწყება გარემოს სოციალური გავლენით, განმამტკიცებელი არის გახლავთ მოგება, მოგვიანებით რა ახლა მოდი ვილაპარაკოთ რატომ ხდება ქცევის შენარჩუნება, რომ ყოველ ჯერზე ხო არ ხდება ეს მოგება და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უკვე წაგებების სერია იწყება, მაინც რა ინარჩუნებს ქცევას. თუ მოკლედ დამწყები არის სოციალური გავლენა და მოგების გამოცდილება, რა არის შემანარჩუნებელი ფაქტორი. მოგეხსენებათ, შემანარჩუნებელი ფაქტორი უნდა იყოს რაღაცა ისეთი, რაც ინტრაფსიქიკურია და ეს გახლავს სწორედ კოგნიტური დამახინჯებები. რას გულისხმობ ახლა ამაში? ანუ აზარტულ თამაშებთან მიმართებით რამდენიმე ძირითად კოგნიტურ დამახინჯებაზე ვსაუბრობთ. ერთ-ერთი არის გავრცელებული ეგრეთ წოდებული მოთამაშის რწმენა და ამაში იგულისხმება გარკვეული კოგნიტური სქემა, დისფუნქციური კოგნიტური სქემა, რომლის შემთხვევაშიც მოთამაშეს აქვს მოლოდინი, რომ თუ გარკვეული შედეგი ხშირად დაფიქსირდება, მაგალითად წაგებები ხშირად დაფიქსირდება, რას უფრო ხშირად დაფიქსირდება, მოკლედ დაფიქსირდება კონკრეტული შედეგი, ის სწრაფადვე ჩანაცვლდება მეორე განსხვავებული შედეგით, ანუ მოგებით. ანუ რაც უფრო ბევრი იყო წაგებების სერია, მით უფრო მალე მოახლოვდება და მოახლოვდება ამანაზღაურებელი მოგების სერია. ანუ რეალურად ეს რატოა კოგნიტური დამახინჯება? იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ პირობითად მონეტას რო ავაგდებთ, გერბის და საფასურის ამოსვლის ალბათობა არის 50-50-ზე და წინა შედეგი საერთოდ არ განსაზღვრავს მომდევნოს. ანუ ურთიერთდამოუკიდებელია. ყოველ ჯერზე 50%-იანი ალბათობა. მაგრამ კოგნიტური გადახრა, მიკერძოება რასაც ამ მოთამაშის სრულწმენას ვუწოდებთ. გულისხმობს იმას, რომ ეს წაგებების სერია უნდა მოვითმინო, იმიტომ რომ ასეთი ჟარგონით სმენია მე კვლევის პროცესში ჩემი რესპონდენტების, რაც ბევრი შეჭამა არ ვიცი, აპარატმა, ალგორითმა, ასე შემდეგ, მით უფრო ბევრს ამოიღებს. ეს არის სწორედ მოთამაშის სურწმენა. სინამდვილეში ყოველ ჯერზე აბსოლუტურად თანაბარი ალბათობა მოგების ან წაგების, ну, აბსოლუტურად თანაბარი იმ შემთხვევაში, თუ ალგორითმი არ კონტროლდება, თუ კონტროლდება, მაშინ მით უმეტეს არ არის თანაბარი და წაგების ალბათობა უფრო მაღალია. ასეთი კოგნიტური დამახინჯებები და ამასთან ერთად კიდე ერთი გავრცელებული კოგნიტური დამახინჯება, რომელიც შემანარჩუნებელი ფაქტორია და ამიტომ აღვნიშნავ, გახლავთ საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა, ანუ თვითრწმენა. ოღონდ შესაძლებლობებზე არა გლობალურად, მე როგორც მეგობარი, მე როგორც შვილი, მე როგორც მოსწავლე, კონკრეტულად აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე ცრუ წარმოდგენები, იმასთან დაკავშირებით, რომ მოთამაშეს აქვს განსაკუთრებული უნარი, განსაკუთრებული ალღო, განსაკუთრებული გამოცდილება, განსაკუთრებული ტექნიკა ან მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს გამარჯვებას. დასაწყისში ხო აღვნიშნეთ, რომ ეს არის თამაში, რომლის შედეგი, თამაშის ფორმა, რომლის შედეგები კონტროლს და პროგნოზს არ ექვემდებარება, ამიტომაც არის ეს გადაჭარბებული თვითრწმენა, რომ მე შევძლებ ამოცნობას. მე ჟარგონულად რო ვთქვათ, დამოღამებული მაქვს თამაშის ტაქტიკა, რომელიც მომიტანს
გამარჯვებას ეს არის სრულწმენა, რომელზეც მე კოგნიტურ ბიჰევიორალურ თერაპიაში მუშაობთ ხოლმე აზარტულ თამაშებს დამოკიდებულ პირებთან. და ასევე შემანარჩუნებელი ფაქტორია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, ეგრეთ წოდებული დანაკარგის დევნა, ეს ტერმინი სპეციფიკურად აზარტულ თამაშებთან მიმართებით არსებობს და ეს დანაკარგის დევნა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც წაგების შემდგომ მოთამაშე კარგავს თვითკონტროლს იმაზე მეტად ვიდრე ჩვეულებრივ, ის ცვლის თამაშის ტაქტიკას და რისკავს კიდევ უფრო მეტს იმისათვის, რომ ეს წაგებული დაიბრუნოს. და ეს დანაკარგის დევნა არის რაღაც ხაფანგს გავს, ანუ რაც უფრო ბევრს დაკარგავ, მით უფრო მეტად εδევნები ამ დანაკარგს და რაც უფრო მეტია გამოდევნების ტიპის ქცევა, ინტენსიურია და ხშირია, მით უფრო ღრმავდება პრობლემის არეალი. ეს არის შემანარჩუნებელი ფაქტორები არის ის რაც ფსიქიკურ თავისებურებებთან არის დაკავშირებული. დამწყები რისკ ფაქტორები ძირითადად არის გარემო, თანატოლთა გავლენა, პირველი განმამტკიცებელი მოგება და ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის ქართულ კონტექსტში, იმიტომ რომ მე სხვა გლობალურ კვლევებში, საერთაშორისო კვლევებში ეს ფაქტორი არ შემხვედრია. ეს არის დამწყები ფაქტორი მოწყენილობის ან თავისუფალი დროის გატარების საშუალება. ანუ ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მოზარდების დრო არ არის ფუნქციურად გამოყენებული, ან ჩვენ ვერ ვახერხებთ ოჯახში ან სკოლაში მათი დღის რუტინის იმგვარად ხელშეწყობაზე, მოწესრიგებაზე, რომ მათ არ ქონდეთ იმ ხარისხის თავისუფალი დრო, ან თავისუფალი დრო ყველას უნდა ჰქონდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ თავისუფალი დროის გამოყენების მოდელებს არ ვასწავლით შეიძლება მოზარდებს, იმიტომ რომ აქ ამ კონტექსტში ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის ის, რომ მოწყენილობისა და თავისუფალი დროის გამოყენების ქცევად განიხილება, ფაქტორად განიხილება. კი ბატონო. პრინციპში ხო შეიძლება ითქვას, რომ კომპენსატორული რაღაცნაირად მექანიზმია იმისთვის, რომ გაიქცეს რეალურ დანაკლისებს, რასაც განიცდის ცხოვრებაში, ხო, დამოკიდებულება ზოგადად ეს აზარტულ თამაშებზე იქნება თუ ნებისმიერი ტიპის ადიქცია, მაინც გაქცევის მექანიზმთან არის დაკავშირებული, რომ რაღაცას გაიქცეს და ამ შემთხვევაშიც როგორც ჩანს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საფუძვლიანი. ამაზე მინდა აქცენტს გაკეთება, აი პირველი კლასტერი მოკლედ რაც თქვით, ეს არის ქცევით გამტკიცებული, ხო? რაღაცა მნიშვნელოვანი ფსიქიკური საფუძვლად რისკ ფაქტორები არ მაქვს, გარემო ახდენს გავლენას და ნუ პირველი მოგება და მერე უკვე ეს კოგნიტური სქემები. ეს არის ყველაზე დიდი ჯგუფი, ან როგორც აღმოჩნდა ბევრი კვლევის მიხედვით, ანუ სადაც მაინცა და მაინც ვერ ვილაპარაკებთ, რომ დამოკიდებულება ეს არის ბავშვობის ტრამვის ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა გართულებების საპასუხოდ ან კომპენსატორულად აღმოცენებული ქცევა. თუმცა ამ მოდელში კიდევ ერთი ჯგუფი არის, რომელთაც ჩვენ პირობითად ემოციური დისტრესის კვალობაზე აღმოცენებულ ქცევად განიხილება ამ კლასტერში პრობლემური აზარტული თამაშები და აი იმ ჯგუფის შემთხვევაში კომორბიდული თანხვედრა, დეპრესიის, შფოთვითი აშლობის, სუიციდური იდეაციებისა და აზარტული თამაშების ამ ჯგუფში ნამდვილად ფორმირდება, ნამდვილად ერთმანეთს ემთხვევა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მართლა ვილაპარაკოთ, რომ ეს არის გაქცევის ან კომპენსატორული ქცევა, ან ნეგატიური აფექტური მდგომარეობის თავის არიდების ქცევა. და მესამე ჯგუფია ესეც შედარებით ნაკლები მოცულობის, ეს არის ანტისოციალური და იმპულსური მახასიათებლების მქონე მოზარდები, რომლებიც ჩართულნი არიან აზარტულ თამაშებში. აქ უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ რისკ ფაქტორი ფსიქიკური თვალსაზრისით არის სწორედ ეს რისკისად მიღება, იმპულსურობა, დაბალი თვითკონტროლი, დაბალი თვითრეგულაცია და ზოგადად მიიჩნევა, რომ ამ ჯგუფში აზარტული თამაშები კი არ არის წამყვანი ან სპეციფიკური ფორმა ქცევითი სირთულეების, ეს არის დიდი ქცევითი სირთულეების, ანტისოციალურ ქცევათა დიდი ჯგუფის ერთ-ერთი გამოვლინება. ანუ იქ სხვა საფუძვლად რისკ ფაქტორებზე გვაქვს სამუშაო. და მე მგონი ყველაზე
ღირებული თუ შეიძლება ასე ითქვას და მნიშვნელოვანი რაც უნდა ვისაუბროთ, მაგას შევეხოთ, იმიტომ რომ ჩვენ განსაზღვრეთ დეფინიცია, ჩვენ ვიცით საიდან მოდის, რა რისკ ფაქტორებია, როგორ შეიძლება რომ ამოვიცნოთ მეტნაკლებად, როცა მოზარდს მსგავსი პრობლემა აქვს და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც მე მგონი არათუ უნდა ვისაუბროთ, არამედ არ ვიცი, გავაკეთოთ კიდეც საქმეა გასაკეთებელი, სკოლის როლი. იმიტომ რომ ჩვენ მოზარდებთან დაკავშირებით მე მგონი ნებისმიერ საკითხს არის არ უნდა ვისაუბროთ, იქვე აუცილებლად ყოველთვის უნდა აღვნიშნავდეთ სკოლას და განათლების სისტემას. რა ხარისხით უნდა იყოს ჩართული ამ პრობლემაში, რა შეუძლია მას რომ გააკეთოს და ეს პრევენციული მექანიზმი, რაც ერთი დიდი ალბათ უნდა შემუშავდეს, სადაც ოჯახი ცალკე და სკოლა ცალკე ერთობლივად იქნებიან ჩართულები, კონკრეტულად სკოლაზე რომ ვისაუბროთ, რა შეიძლება რომ გააკეთდეს. ხო, სკოლის როლი მნიშვნელოვანი არის, რომ ვამბობთ ხეს ბანალური რამ არის. ყველგან და ყველაფერში არის სკოლის როლი მნიშვნელოვანი ცხადია. მაგრამ რატო შეიძლება აქ სპეციფიკურად მნიშვნელოვანი იყოს? წეგან აღნიშნეთ, რომ თამაში ჩართული მოზარდების ყველაზე დიდი ჯგუფი არის ისინი, რომლებიც თანატოლთა ზეგავლენის თანატოლთა წრეში იწყებს თამაშს. დანარჩენ შემთხვევაში კი გვხვდება იქ სპეციფიკური ფსიქიკური ტრაუმები ან ანტისოციალური ქცევის სხვა გამოვლინებებთან ერთად ხდებით აზარტულ თამაშს, მაგრამ ყველაზე დიდი ჯგუფი ან პრევენციაც პრაგმატულად რო შევხედოთ, გულისხმობს იმას, რომ ჯერ კარგად ვიკულიო და მერე დავიწყო იმით, რაც ყველაზე უფრო მწვავეა. და ამ ყველაზე დიდი ჯგუფის შემთხვევაში თანატოლთა გარემოცვა ში გავრცელება პრობლემის არის ყველაზე მნიშვნელოვანი დამწყები სასტარტო რისკ ფაქტორი. მე ასევე აღნიშნე ის, რომ 61% მოზარდების ამბობს, რომ იცნობს ვინმეს, ვინც თამაშობს. უზარმაზარ ქსელზე შეიძლება ვსაუბრობდეთ და ამ ქსელის ხილვადობა ყველაზე უფრო მაღალი ალბათობით მოსაოდნელია სწორედ სკოლაში. ამიტომაც იმის გათვალისწინებით რა ტიპის ქცევაა, რა არის დამწყები რისკ ფაქტორი და როგორია პოტენციურად გავრცელების მასშტაბი, წინ წამოიწევს ამ შემთხვევაში სკოლის როლი. ოღონდ სკოლის როლი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოკრძალებულად უნდა განსაზღვროთ, ხო, რას გულისხმობ ამაში, რომ აზარტულ თამაშების დამოკიდებულება, ისევე როგორც ბევრი სხვა ფსიქოსოციალური განვითარების პრობლემა არ არის ერთგანზომილებიანი შედეგი, ხო? ამ ქცევას აქვს მრავალი განზომილება, ეს არის ბიოლოგიური განზომილება, სოციალური, ფსიქოლოგიური განზომილება, ამიტომ სკოლას თავისი მოკრძალებული როლი აქვს ამაში და სკოლის მოკრძალებულ როლში გულისხმობ ადრეულ იდენტიფიკაციას და პრევენციას, ოღონდ აქაც აუცილებლად მშობელთან კოორდინაციით. ანუ პირველი რაც სკოლის ეტაპზე არის გასაკეთებელი, არის მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა ამ თვალსაზრისით. ჩვენ შეიძლება ბევრი რამ გავაკეთეთ, მასწავლებლებმა უზარმაზარი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ კონდეს უფრო მეტი წარმოდგენა, შეგვეტანა ფსიქოლოგიური ცოდნა სკოლაში და მასწავლებლებმაც ეს ცოდნა შესანიშნავად მიიღეს. მაგრამ გამოწვევები მზარდია და უშრეტი. ამიტომ ეს საკითხიც არის ის, რაც თან დაკავშირებითაც მასწავლებლებთან ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ. აი მშობლებთან დაკავშირებით რომ ვამბობდით, რომ პრობლემები რო ჩნდება, მაგალითად კლასში დაიკარგა ფული. ან აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კლასის მოსწავლე სხვა ბავშვებს ხშირად თხოვს ფულს. და მასწავლებელი იწყებს რაღაც ჰიპოთეზის ფორმირებას, ხო, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე. ის რომ შეიძლება ეს იყოს ინდიკატორი მათ შორის აზარტული თამაშებისა, ამასთან დაკავშირებით საერთოდ ცნობიერების ამაღლების იმ დონიდან გვაქვს მუშაობა დასაწყები, რომ ეს პრობლემა არ არის მარტო ზრდასრულების პრობლემა და გავრცელებულია, შეიძლება უფრო მეტადაც. მე არ მაქვს სამწუხაროდ კვლევითი მონაცემები, რომ ზრდასრულებში და ბავშვებში გავრცელება შევადაროთ ერთმანეთს, მაგრამ პირობითად მნიშვნელოვნად გავრცელებულია მოზარდებშიც, ხო? ამის დაშვებით უნდა დავიწყოთ მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებით ამ მიმართულებით. რომ თუ მსგავსი, იმიტომ რომ ეს არის ქცევა, რომელიც ყოველთვის რაღაცნაირად ზედაპირზე ამოდის ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. იმიტომ რომ მანამდე ბავშვები ისედაც ტელეფონში არიან, ისედაც შეიძლება აკადემიური ქცევა და მოსწრება შეიცვალოს და 1000 მიზეზი არის გამოც შეიძლება შეიცვალოს. მოზარდობის ასაკში ეს თანატოლთა წრის შეცვლა ისედაც ძალიან ხშირია და რთულია რომ ეს სპეციფიკური ინდიკატორად მივიჩნიო, რომ აუცილებლად ამის გამო ხდება, მაგრამ ზედაპირზე ყოველთვის ამ ფინანსური პრობლემების გამო ამოდის შესამჩნევი მაშინ ხდება. და ამის მიღმაც ერთ-ერთ დაშვებად მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება ამ საფრთხესთან გვაქვს საქმე. ასევე იმის გამო, რომ
ტრადიციულად მოზარდი დიდ დროს ატარებს სკოლაში. მასწავლებლებს მათზე დაკვირვების საშუალება აქვთ და ერთ-ერთი ინდიკატორად გამომრჩა წეგან რომ ეთქვა, განიხილება ის სპორტული თამაშების მიმართ რაღაცა გადაჭარბებული ინტერესი ოღონდ. აქ რა არის იცით მნიშვნელოვანი რომ ბავშვი სპორტით არის დაინტერესებული ეს შესანიშნავია. მათ შორის არც საკუთრ თვითონ რო არის ჩართული ამ სპორტით, არამედ ნებისმიერი სხვა სპორტითაც, მაგრამ ნახეთ ინტერესი ჭარბი იმაზე კი არ მოდის რომ თქვა რომელმა ათლეტმა როგორ განივითარა თავის შესაძლებლობა ან რომელმა გუნდმა რაღაცა რა ტრანსფერი განახორციელა. აქცენტირებული არის შედეგების მიმართ ინტერესი. რამდენით გაიტანა, რომელ წუთზე გაიტანა და ამ შემდეგ. ამის მიმართაც უნდა იყოს მასწავლებელი სენსიტიური, რომ ეს ხედველობაში კონდეს, რომ ესეც შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სხვა ინდიკატორებთან ერთად და არა ცალკე აღებული ინდიკატორი არასდროს არ მუშაობს. მით უმეტეს ბოლო პერიოდში საქართველოში ისედაც ამ გაზრდილი ინტერესის ფონზე სპორტის მიმართ მით უმეტეს. რა თქმა უნდა და ამიტომაც ახლა საერთოდ ინდიკატორების დასახელება ცოტა დისკომფორტული ჩემთვის ყოველთვის, იმიტომ რომ არამარტო ჩემთვის ალბათ ყველასთვის რომ ძალიან რთულია, ისე გამოიყურება ჩვეულებს სოციალური ყოველდღიურობის ნაწილად, მაგრამ მნიშვნელოვანია ის რა კონტექსტში ვლინდება, რამდენად ბევრი ინდიკატორი ვლინდება და რამდენად დიდხანს ვლინდება და ამაზე მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი. მეორე ეტაპი თუ მასწავლებელს ეცოდინება ეს ინდიკატორები, საერთოდ პრობლემის სახელდება მოხდება, მერე ინდიკატორებზე შევძლებთ მათ ინფორმირებას, რა თქმა უნდა მათი ჩართულობით, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მასწავლებლებს არანაკლებ ბევრი ინდივიდუალური кейსი აქვს და ბევრი რამის მოცემა მათ თავიანთი кейსებითაც შეუძლიათ. ამის მერე არის აუცილებლად მოზარდთან გასაუბრება პრობლემის არსში გარკვევის მიზნით. ეს არ უნდა იყოს აუცილებლად ინდიკატორების საფუძველზე მასწავლებელი ესეთი გადაწყვეტილებით არ უნდა მივიდეს მოზარდთან, რომ მას აუცილებლად კი ბატონო, ეს არის განხილვა პრობლემის შესახებ, სადაც მასწავლებელს ევალება არა პირდაპირ რჩევა დარიგების მიცემა და ინსტრუქციების გაცემა, არამედ კითხვების დასმა და აქტიური მოსმენა. და ამ აქტიური მოსმენასთან ერთად აი ჩვენ რო ხშირად ვლაპარაკობთ ემპათიას, რას ნიშნავს ეს ემპათია? წეგან რო აღვნიშნეთ, რომ თუ ეს არის პრობლემური ქცევა ან მით უფრო დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში მოზარდის სურვილის მიუხედავად, გულწრფელი სურვილის მიუხედავად, გულწრფელად დადებული პირობების მიუხედავად, იმიტომ რომ დამოკიდებულების შემთხვევაში ეს შედეგები ხშირად ტანჯველია თავად მოზარდისთვის, ხო? მას აქვს უამრავი ვალი, უამრავი ტყუილი აქვს ნათქვამი, უამრავი საიდუმლო, რომელიც ზოგჯერ თვითონაც თავგზაებნებათ ხოლმე და აღარ იციან ვისთან რა ვერსია მოყვნენ. ეს ძალიან ძიმე განცდები მოხდოს სირცხველი დანაშაულის განცდა ეს ყველაფერი არის უმძიმესი და თან მარტო ამ ყველაფრის წინაშე. ყველაზე მთავარი ეს არის, რომ თვითონ არის აბსოლუტურად მარტო და აქვს წარმოდგენა, რომ არავინ არსებობს ისეთი, ვისთანაც შეიძლება რომ ეს განიხილოს და ვინმე ვინც დაეხმარება. და აი ამ შემთხვევაში ხო ეს აქტიური მოსმენა, ემპათია, გაგება ის, რომ იმიტომ რომ ჩვენ ხო გვიყვარს რაღაცნაირად იერლიყების მიკვრა მარტივად, რომ პირდაპირ ეს რთული ბავშვია და მე მახსოვს ძალიან დიდი ხნის წინაც არ ვიყავი სკოლის მოსწავლე პრინციპში და მახსოვს ეს ხშირად და ესეთი რომ ის რთულია და თითქოს ყველა შეგუებული ფოთვა მცირდება ამით ჩვენ თუ გადავუწყვეთ ბავშვს რომ ვიღაცა რთულია აქ გამოიწურა პრობლემა უკვე ვიცით რომ რთულია და მეტის მოლოდინი არც გვაქვს თითქოს მისგან და ამაში მე რაღაცები იკარგება რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ აი ძალიან მნიშვნელოვანია რაც აღნიშნეთ რომ როდესაც იმიტომ რომ ბავშვებს აი ამ აკაური კონტექსტიდან გამომდინარეც რომ გითხრათ იმის გამო რომ უმრავლესობა საერთოდ არ იცის რომ შეიძლება დამოკიდებულება ახლდეს აზარტულ თამაშებს და მისი ნეგატიური მხარე ბავშვებმა საერთოდ არ იციან და ეს მიიჩნევა როგორც გართობის სოციალიზაციის მეგობრების წრის გაფართოების ქცევა და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ არასასურველი ტენდენციების ვლინდება რომ ეს პოპულარულ ქცევადაც განიხილება მოზარდებში თუნდაც იმ სურწმენებიდან გამომდინარე კონტროლი შეგიძლია და ასე შემდეგ ბავშვები ძირითადად აზარტულ თამაშებს განიხილავენ დასაწყისში მაინც სანამ პირისპირ მოუწევთ ამ სიმძიმეებთან შეჯახება განიხილავენ როგორც რაღაც ფულის მოგების საშუალებად განიხილავენ როგორც პოპულარობის მოპოვების საშუალებად ან განიხილავენ როგორც სამეგობრო წრის გაფართოების შესაძლებლობას ანუ უფრო პოზიტიურ მხარეებზე აქვთ წარმოდგენა იმიტომ რომ პრობლემის შესახებ ცნობიერება არის დაბალი და როდესაც აღმოჩნდება პირველად ამ პრობლემის წინაშე და ეს
მთელი ტვირთი მარტომ უნდა ზიდოს როგორც თქვენ აღნიშნეთ, იმიტომ რომ ამ ქცევას წეგან ხო თქვით, რომ ახლავს ასევე ტყუილის ხშირი თქმა, პირობების გატეხვა, დაპირებების შეუსრულებლობა, რის გამოც მოზარდს თანდათან შეიძლება ეცლებოდეს ხელიდან სანდო ადამიანების გარემოცვა, იმიტომ რომ ერთთან პირობა გატეხა, მეორესთან და აღარ მიესრულება, მეორესთან პირობა გატეხა და აღარ მიესრულება. ეს ამ ქცევის თავისებურებაა, იმიტომ რომ თვით კონტროლთან დაკავშირებული სირთულეები გვაქვს და მასწავლებლებს ეს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს ამ პირობების გატეხვის უკან არ დგას უზნეობა, თუდად აღზრდა, ამ პირობების გატეხვის უკან დგას თვითკონტროლის პრობლემა და სირთულე. ასევე მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა იმაზე, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი მახასიათებელი არის პრობლემის უარყოფა. მით უმეტეს, როდესაც ცნობიერება ისე დაბალია, რომ უმრავლესობა მარც კი იცის, რომ შეიძლება ეს დამოკიდებულებასთან იყოს ასოცირებული. ამიტომ, როდესაც ბავშვი საუბრის პროცესში პრობლემას უარყოფს, ან ამბობს, რომ ეს არაფერია და უბრალოდ თამაშია და გართობაა და თუ მინდა დავატრიალებ ამ სოლტებს და თუ მინდა საერთოდ არ დავატრიალებ და როცა მინდა მაშინ შევწყვეტ და საერთოდ ახლავე შემიძლია წავშალო ეს აპლიკაცია თქვენი თანდასწრებით, მასწავლებელს ესეც უნდა ჰქონდეს მხედველობაში, რომ პრობლემის უარყოფა ამ პრობლემის არსებითი მახასიათებელია. და ამ გასაუბრების შემდგომი ეტაპი აუცილებლად არის მშობლის ჩართვა პროცესში. და აქვე მასწავლებელმა ასევე უნდა იცოდეს, რომ შეიძლება მშობელი საერთოდ არ იყოს ინფორმირებული. საერთოდ არ ჰქონდეს წარმოდგენა ამ ქცევაზე. ან ძალიან ნეგატიურად მიიღოს მასწავლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ნებისმიერი ნეგატიური ამბავი შვილზე არის მატრამირებელი გამოცდილება მშობლის. და ძალიან ხშირად მშობელია პირველი, ვინც უარყოფს ამას და არ იღებს ამას როგორც მოცემულობას და ინფორმაციას და მერე აგრესიას იმსახურებს ის, ვინც ეს გათქვა და მიიტანა მშობლამდე, მისკენ არის მიმართული ეს ბრაზის ემოცია და საბოლოო ჯამში მაინც ბავშვი რჩება ყურადღების მიღმა. ხო, უფრო მეტიც, როცა აღმოჩნდება ხოლმე გაირკვევა რაღაცები და აღმოჩნდება, რომ ქსელურია ეს პრობლემა, გულისხმობს, რომ ბავშვები მარტო არ თამაშობენ, იქ სანაცნობო წრეში არის ეს თამაში გავრცელებული, შეიძლება ჰქონდეთ ერთმანეთისგან ასესხები თანხა, ამ თანხის დაუბრუნებლობას თან ასოცირებული მეორადი პრობლემები შეიძლება იყოს კონფლიქტები, დაპირისპირება, საქმის გარჩევა და ასე შემდეგ, ბულინგი ამასთან დაკავშირებით და როდესაც ეს ზედაპირზე ამოდის, გავიგებთ რაში ყოფილას. ზითად ასე ხდება ხოლმე, რომ რაღაც აისბერგის მწვერვალს დავინახავთ, რომ უი ჩემს შვილს უალი ქონია, ნეტა საიდან, რატომ დაიდეევალი შენ ხომ მქონდა თანხა, რომელსაც მე ყოველდღიურად გაძლევდი. მე ეს არის აისბერგის მწვერვალი, რომელიც გაიშლება და იმდენად შორს მიდის, რომ აზარტულ თამაშებთან ასოცირებულ მეორად პრობლემებთანაც კი შეიძლება გქონდეს შეხება. ეს არის კონფლიქტები, ჩხუბი, ფიზიკური დაპირისპირება, ბულინგი და ასე შემდეგ. ანონთან კონფლიქტური ქცევაც მათ შორის. ცოტა რთული ანტისოციალური ქცევასთან აზარტულ თამაშების კავშირი არ არის ცალსახა, მაგრამ მათ შორის შეიძლება იყოს ესეც შორს წასული მეორადი შედეგი, ასე რომ ვთქვათ, და ყველაზე მთავარი ალბათ, სანამ იმას გავიგებთ, ჩვენს ბევრი რამ გვაქვს გასაგები სპეციალისტებს, მე მასწავლებლებთან ერთად ამაზე ვიმუშავებთ და მშობლებსაც დავეხმარებით, რა არ უნდა გავაკეთოთ ამის თქმა აპრიორი არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ის როცა ამ პრობლემის მასშტაბი ზედაპირზე ამოდის, მშობლები გადადიან თავდაცვის პოზიციაში, რომ ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი ვინმესგან არ ისესხებდა ფულს, სხვას არ დააბულინგებდა, ან ის ვერ გახდებოდა ბულინგის მსხვერპლი და ხშირად ეს დაპირისპირება, ქართული კონტექსტში ალბათ ახლა უცნაურს არაფერს არ ვამბობ, მშობელთა შორის დაპირისპირებაში გადადის. გარჩევაში იმასთან დაკავშირებით, შენმა შვილმა გამოიწვია თუ ჩემმა შვილმა გამოიწვია, მან დაიწყო და მან აიძულა თუ პირიქით. და ზოგჯერ ეს დიდებს შორის დაპირისპირების მასშტაბი ისე ღრმავდება, რომ გვავიწყდება მოზარდები, გვავიწყდება ის რომ ისინი რისკის წინაშე დგანან და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც მინიმუმ მშობლებს ის მაინც უნდა ვუთხრათ ალბათ, რომ ძალიან ასე მარტივად რომ ვთქვათ, ხომ, ზრდილობასთან არ არის შეჭიდული აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და როგორც წესი ის ჩნდება თანატოლთა გარემოცვაში
და არა დამოუკიდებლად, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას ვინ არის პირველი ვინც ეს აღმოაჩინა ან ვის ტელეფონშიც ბავშვმა დაინახა აზარტული თამაშები. ამას კი არ აქვს, არამედ აქვს იმას, რომ შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩინოთ ჩვენ შვილს და ეს მხარდაჭერა მათ შორის გულისხმობს ქცევის კონტროლს, გულისხმობს ინტერნეტის მოხმარების კონტროლს, ტელეფონის გამოყენების კონტროლს, ამ აპლიკაციების, რომელიც აზარტულ თამაშებთან არის ასოცირებული, ამ აპლიკაციების მოხმარების კონტროლს, თანხის კონტროლს, ფულის კონტროლს, ანუ რა თანხით დადის ბავშვი და რაზე მიუწვდება ხელი. ამის კონტროლსაც. ანუ ეს როგორ საუბრებთან ერთად, ღიად საუბრებთან ერთად მშობლის მხრიდან კონტროლიც მნიშვნელოვანი საკითხია. ხო, ამ კონტროლში გულისხმობს შეთანხმებულ კონტროლს, ჩასაფრებას და ჩუმად თვალყურის დევნებას არა ცხადი. ხო, ეს მე მგონი დიალოგის სწავლება როგორ აწარმოოს მშობელმაც და მასწავლებელმაც დიალოგი მოზარდთან. როგორ მოусმინოს და როგორ მიიღოს მისგან ინფორმაცია საკუთარი რაღაც წინასწარ განწყობების გარეშე. ეს ცალკე სასწავლო პროგრამა უნდა იყოს ალბათ. ჩემი აზრით და ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ის რომ აი რაც ემართებათ მშობლებს ეს კონფლიქტები ერთმანეთში, მიუღებლობა და ასე შემდეგ. როგორც წესი მოდის ხოლმე პირველივე ემოცია რაც არის დანაშაულის განცდა, რომ მე როგორც მშობელს რაღაც შემეშალა და ამიტოა ჩემი შვილი ამ დღეში, მე ამას ვერ ვუმკლავდები. რაღაცნაირად ეგოცენტრული ვხდები, ჩემზე გადმოდის ფოკუსი როგორც მშობელზე და მე მაგ გასამკლავებელი ჩემი დანაშაულის განცდა და ამ ფორიაქში ამასობაში ბავშვი ისევ რჩება და უარესად მისი დანაშაულის განცდა კიდე მატულობს, რომ იმე დედა რა დღეში ჩავაგდე, მამას რა გავუკეთე და ასე შემდეგ და კიდევ უფრო რაღაც მანკიერი წრე ტრიალებს. ამიტომაც თუ მშობლებთან ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, რომ როგორც წეღავ თქვით, რომ ეს არ არის აკადემიურ მოსწრებასთან, ზრდილობიანობასთან, სოციალური ნორმების პატივისცემასთან შეჭიდული მდგომარეობა და რომ ეს შეიძლება თანაბრად გაჩნდეს მაღალი და დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებში, შედარებით ანტისოციალური ქცევის ტენდენციის მქონე და ნაკლებად ასეთი ტენდენციის მქონე მოსწავლეებში, ეს შეიძლება დაეხმაროს მშობელს აი ამ თვითდადანაშაულების განცდის შემცირებაში და ამის საფუძველზე მისი ქცევა გახდება უფრო ფუნქციური, მიზანზე და პრობლემაზე ორიენტირებული, ხო, რაც თქვენ თქვით ამის საპასუხო. ნამდვილად. უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის და ასეთი მნიშვნელოვანი თემის მოტანისთვის ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ. მადლობა თქვენ საინტერესო დიალოგს. ნახვამდის.